Დებულებაზე საოცარი რამ არი არსებებს არასდროს მეგობარი რომელიც მუდამ რა გინდა ალექსანდრე? გავარაზებული ხარ? ხო გითხარი, არ მინდა მაგ თემაზე საუბარი. ერთი წამით მომისმინე. ხო ლაზარე. ალექსანდრე, გეხოცები ორი წამი მომისმინე. 1 2 გისმენდაჩი. მე ვარ გეხოცები. ალექსანდრე, ყველას ტელეფონი შენ რატომ გააქვს? ერთად ვართ, ერთი წუთი მომისმინე. კაი, გისმენ. შენ და მარიამი არ მინდა. რაღაც გაუგებრობა მოხდა. არა, ხოლმე მარიამი ასეთი. არ ვიცი რა დაიმართა. ეგ მაგას კითხე, მე რატომ მირეკავ? კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ. დაჭმუნებული ვარ, კარგი მეგობრები ვიქნებთ. უბრალოდ რაღაც გაუგებრობა მოხდა. არ მაინტერესებს. კაი, რა მოჯიუტობ ხა? ერთი შასი ჩემი ხათრით რა. გადმოგირეკავ. რამეზე დაცინვა და მცირეო და გავიწყდო თუ არა, რაღაცაზე ლაპარაკი მინდა, შეიძლება შემოვიდე? შეგიძლიათ ჩვენ. მადლობა. რას დალევ თბილი წყალი, მლაშე ჩაი, რომელი გესიამოვნება? კარგი ხუმრობა იყო. პირდაპირ გეტყვი. ბოდიში მინდა მოგიხადო, იმ დღეს არ ვიცი რა დამემართა. მეგონა ალექსანდრე მოგწონდა და შეჯიბრება დაგეწყე ჩემ დაუნებურად. მობოდიე. ალექსანდრე მომწონდა? ალექსანდრეს როგორც ბიჭს არც კი უყურებ, ძმასავით არის ჩემთვის. როგორ უნდა მომწონებოდა? ვიცი, მომუყვა ალექსანდრე, თქვენი მეგობრობის შესახებ. თან სვავთ. კარგია თუ მოგიყვა, ვცდილობდი ყველანაირად კარგად მიმეღე. ვიცი. მეგონა ირონიულად მეკცაოდი. რა სამეგობროში ტრიალებ ეგ რომ მიფიქრე პირველი? სამეგობრო არ ყავს. უბრალოდ აღარ ყავს. რატო იმათაც ჩემნაირად ეუხაშებოდი? არა, ორი მეგობარი მყავდა. დები იყვნენ ტყუპები. ოჯახთან ერთად სხვა ქვეყანაში გადავიდნენ. და დავჭი მარტო. არ მიყვარს ამ სიტყვას გამოყენება. მაგრამ ცოტა დეპრესიული პერიოდი მაქვს. და ამანაც იმოქმედა ალბათ. მესმის შენი. არა უშავს. მართლა? კი, მეც მყავდა მეგობარი, რომელიც სხვაგან გადავიდა. რაღაც ისე თქვი რომ ამ ყველაფრის უკან დიდი ისტორია იმალება. მომიყვები? კაი, მანამდე რას დალევ? თბილი წყალი თუ მლაშე ჩაი? მლაშე ჩაი თუ შეიძლება. მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს გავუღებ კარს ვაჩვენ ბოლოს მაინც ჩავხუტე და ისე დავიმშვიდობეთ ერთმანეთს. აი ეს ყველაფერი აეროპორტში რომ მომხდარიყო ჩვეულებრივი ფილმის სცენაა. აუ, ალექსანდრეს აუთხრათ რომ შევიგდით? უი, ხო, მთელი დღე მირეკავ და ნერვიულობდა. საყვარელი. მოით დაურეკავ.
ერთგულებაზე საოცარი რამ არის არსებებს თუ დავფრენქოთ და ცოტა გავერთოთ გისმენ აბა გაგათბობს ეს სიყვარულია რო ხცემოს ვინ? რა გაცინებთ? ვინ და ემილი? ღმერთო გთხოვ, ეგ მოხდეს და მეტი არაფერი მინდა იმდენს ვიცინებ. მეც გთხოვ, ღმერთო. რავი, ძალიან გაბრაზებული იყო. აი მოდის. ხელები აიფარე მაინც სახეზე. ო, გადი რა. ჰამ გისმენ რა გინდა 2 წუთი დაჭიქი. ვიდგები მაგრამ 2 წუთზე მართალი ხარ გისმენ აი რა არის მარიამი ეგეთი გოგო მართლა არ ეგ უჩნდა ხომ ტელეფონში აი რა ჩემი ხადრით მაინც მეცი მეორე შანსი ეი მარიამი არა ის სადა ბა კი მარიამია. მარიამ აქეთ. რატომ დაუძახე? რა იყო? ემალები? არ ვემალები, მაგრამ ამის დრო იყო. მარიამ რომ ცემოს ახლა. რატომ მომცემოს რომელიმე? რას ჩამოცვიდით თქვენ კიდე? როგორ ხართ? პრივეტ მარიამ. კარგად, შენ როგორ ხარ? მეც კარგად. გამარჯობა მარიამ. ჰა? მე მითხარი რამე? რა ხდება ვინმე რამე თქვა? რასასაცილოა? უი, იუმორიც გესმის შენ? მეგონა მარტო გროელი ვითქმნებოდი. ვიკვინები, მაგრამ ნუ გეშინია. სათნო პონჩიკებს არ უკბეჭი. მე ვარ პონჩიკი? პონჩიკი არა, ფუნთუშა უпроსორეთ. აი, გეყოთ ახლა. გაჩუნდი, შენც არ მიგაყოლა. ირიქით, ჯობია შენ ცოტა პონჩიკი შეჭამო, თორემ მალე გაქრები. რა? მაგას მე მეუბნები? ჩაცმა მაინც ვიცი. გემოვნებით ჩაცმა რომ გესწავლა, კარგი იქნებოდა. მორჩით თქო, რა გჭირთ? თვითონ გაჩერდეს. ამან დაიწყო, ვისი ხმა ისმისო და ეგეთები. არ შეიძლება რომ უბრალოდ იმეგობროთ. რა დაგემართოთ? არ მჭირდება პონჩიკი მეგობრები. არც მიმჭირდება ალერგიული ვარ გველებზე. ალექსანდრე, მოკლედ გადაწყვიტე. ან მე, ან ემილი. ეგრე ხო? კარგი, ალექსანდრე, გადაწყვიტე, ან მე, ან მარიამი. მე გადავობთ ხო? რანაირ არჩევანს ვთავაზობთ? ორივეს გირჩევთ. ნუ იქცევი მართლა პონჩიკებით, გადაწყვიტე კაცურად. ამოირჩიე რომელიმე. კარგით რა, არ მინდა. ალექსანდრე, აირჩიე. დროზე. გელოდებით. კარგით ხო? ემილის ვირჩა. ერთგულებაზე გითხარი არაა ცუდი ბიჭი. სწორი არჩევანი გააკეთა. ჰა? რას მოდიალობთ? აუ, მივხვდი. აი ჭკვიანი ბიჭი. რას ვიხდი? რა ხდება? რას და შერიგებულები არიან ესენი უკვე და გაგიჩალიჩეს. აუ ხო, მეც დავწვი. რა გამიჩალიჩეს? რა გამიჩალიჩეთ? ბოდიში ალექსანდრე, მე და მარიამმა დილას ვისაუბრეთ. გავარკვიეთ ყველაფერი და მერე გადავწყვეტეთ შენი დაფრენქვა. სწორი არჩევანი გააკეთე. ბავშვობის მეგობარი პირველ ადგილზე უნდა იყოს. მე რომ მაგარჩიე არ მომეწონებოდა. მართლა? ხო. რა სახე ქონდა, უნდა გინახა. აუ რა ბოროტები ხართ შემეშვით. არ გაგვებუტო ეხლა. და მლაშე ჩაის დაგვატიჟებთ. რაო? ამათ უკვე inside joke-ებიც აქვთ? თიახაც. ისე ჩაი კარგი იქნებოდა. და
დავსხდით და აღნიშნოთ. თან შერიგება, თან ალექსანდრე დაფრენქვა. მე ვიცი, კარგი ადგილია. აუმეტებ პატიჟებს რა. ესენი წინააღმდეგობას არ გაგიწევენ. გეშინია. მოიცა, ანუ ალექსანდრეს ცემა გადაიდო? ხო, მეც მაინტერესებს ეგ. რა შეგვიძლია არ გადავდოთ. არც მე ვარ წინააღმდეგი. მე ვარ წინააღმდეგი. იქნებ მეც მკითხოთ. მაჩვენე შენი მეგობარი კითხვის შენ ვიხარ თუ არ ყავს სულის მეომარი მიზანს ვერ მიხვალ მარტო რთულია გზის გავლად და გიწევს ბრძოლა საკუთარ თავთან და გამუდმებით მძიმე შრომა ბევრჯერ ვიცნიე ხალატი სიცრუე ორ პირობა მეგობრობაში და თუ დაიკარგან დობა მაშინ რაღა დარჩა ადამიანობაში ოჯახში ვისწავლებ